ირანს რამდენად დაჭირდება რუსეთის დახმარება? ირანს უკვე ეთყობა რომ ჭირდება დახმარება, აი ხა სამხედრო თვალსაზრისით გამოჩნდა ისრაელის სრული უპირატესობა ყველა მიმართულებით დაწყებული სადაზვერვო ინფორმაციით, იმიტომ რომ ახლა 13 ივნისით დაიწყო ეს სპეცოპერაცია, ხო, ისრაელმა, მაგრამ ეს იგიმებოდა წლები. იმიტომ რომ შეუძლებელია გარედან, ვთქვათ, მოსადის აგენტურას გაეგო ისეთი ინფორმაციები მაღალჩინოსნები და გენერლების ადგილსამყოფელი იმ თან ეს მოხდა საათების ინტერვალში. და ახლა ის გენერლები ახლა მაგალითად გენშტაბის უფროსი ირანი არ იყო მზად აი ამ თავდასხმაზე. აუღურეთ ახლა ირანის გენშტაბის იმაზე მინდოდა მე თქვა გენშტაბის უფროსი მოხამედ ბაღერია იქნა ლიკვიდირებული საკუთარ სახლში. კორპუსი მთლიან კორპუსი კი არ გაუნადგურებია. ბინა. ხო და ბინა და თვითონ ის აძინებელი სადაც ეძინა მას. ახლა იქ ოჯახის წევრის დაიღუპა მაგას ქალიშვილი, მაგრამ თვითონ კორპუსი არ გაუნადგურებია. ანუ მსგავსი ტიპის ინფორმაცია კარგად ინფორმირებული იყო. ხო, ეს შიდა გამცემლობის ფაქტთან არის, თვითონ ირანელების წერე რომ შიდა დაზვერვამ, კონტრდაზვერვამ ამ კუთხით დიდი ჩავარდნა